ქართული ქარვის ფერი ღვინის პირველი ფესტივალი ამბერ ჯორჯია ნიუ-იორკში. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის ცნობილ საგამოფენო სივრცეში, ინდუსტრი სიტიში გაიმართა. 30-მდე ქართული ღვინის მარონმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 100-მდე ღვინო წარმოადგინა. ფესტივალმა დიდი ინტერესი გამოიწვია პროფესიონალებში, მომხმარებლებსა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებში. ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაცია ბუნებრივი ღვინოს ორგანიზებით გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე. დღევანდელი ღონისძიება კი ცალსახად დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ქარვისფერი ღვინის საექსპორტო პოზიციების შენარჩუნებას. დღეს აქ ქართული ღვინო წარმოდგენილია სტილის მრავალფეროვნებით და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დააგემოვნოს 26 საოჯახო მარნის ღვინო. მსგავს ღონისძიებებში ქართული ღვინის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაიზრდება მისი ცნობადობა და ხელს შეუწყობს მზარდი ექსპორტის ტენდენციის შენარჩუნებას. დღევანდელი ღონისძიება, ეს რა თქმა უნდა, გენერალური საკონსულოს მხარდაჭერის და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ნიუ-იორკში ქართული ღვინის გამოფენა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქართული ღვინის გამოფენა, რაც ნიუ-იორკში ყოფილა. და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსი სახით ღონისძიებების ჩატარება საზღვარგარეთ, ასევე მცირე მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან არის უმნიშვნელოვანი. ის რამდენადაც ეს უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ქართული პროდუქციის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ამაღლებას, ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციას. დღევანდელ დღეს ასობით უცხოელმა შეძლო დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და გაცნობოდა ჩვენი ქართული ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ეს არის უმნიშვნელოვანესი. ალბათ ისტორიული დღე არის დღეს ქართული ღვინისთვის ამერიკაში, იმიტომ რომ ეს არის პირველი ქართული ღვინის ფესტივალი ამერიკაში. ჩვენ წლების განმავლობაში დავდიოდით ფესტივალებზე, სხვა ფესტივალებში ვიღებდით მონაწილეობას, მაგრამ დადგა ის დრო, როცა ჩვენ თვითონ შეგვიძლია უკვე წარვადგინოთ ქართული ღვინო დამოუკიდებლად და გქონდეს ქართული ღვინის ფესტივალი. There has been a renaissance of skin. უკვე თითქმის 15 წელია, რაც ქარვისფერი ღვინის აღორძინება მიმდინარეობს. სხვა რეგიონებმაც დაიწყეს ამ სტილის ღვინის წარმოება, თუმცა დადგა დრო, რომ საქართველოს დაიბრუნოს თავისი იდენტობა, როგორც ამ უძველესი მეღვინეობის ტრადიციის სამშობლო. საქართველოსდან იწყება ჭაჭაზე დაყენებული ღვინის ისტორია და პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ხედავ ამ ტრადიციის განახლებას და აყვავებას, როგორც საქართველოში, ისე აქ, ნიუ-იორკში და მთლიანად შეერთებულ შტატებში. ბოლო წლებში ქართული ღვინო დიდ პოპულარობას იძენს, თუმცა მე მჯერა, რომ წინ კიდევ უფრო დიდი პოტენციალი და სივრცეა. ის ნამდვილად იმსახურებს უფრო ფართო აღიარებას და უნდა ჰქონდეს ადგილი შეერთებული შტატების ყველა მნიშვნელოვან ღვინის მენიუში.